წინა ხელისუფლებასა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა საპარლამენტო დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს მორიგის ხდომა გამართა. განსაკითხავად საკითხებს შორის ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი ფაქტი შეფასე მაგნიტის საქმე იყო კომპანიის მესაკუთრე ჯემა ლეონიძე ბიზნესის ჩამორთმევაში წინა ხელისუფლებასთან ერთად TBC ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებდა. კომისიის დღევანდელ ხდომაზე ხაზარაძე და ჯაფარიძე არ გამოჩენილან, მათი პოზიცია უკვე ცნობილია. ისინი დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას და ხდომებზე მისვლას არ აპირებენ. გაფორმება მემორანდუმში ჩაწერილია TBC ბანკის სახელზე, მაგრამ ასრულებენ ხაზარაძე და ჯაფარიძე. 29,600,000 ქონება ავტოგასამართის სადგურები და 4 ნავთობ ბაზა. 29,600,000-იანი შეთანხმება ხაღალზე ავსახოთო $11 მილიონ. ფული უნდა გადავიხადოთ ამ ყიდვა-აყიდვის დროს. დიდი თანხა უწევდა და რატო დავკარგოთ და მიბმული ამას სისტემები რაც დანაშაულად ითვლება მაშინდელი კანონმდებლობითა და დღესაც, მაგრამ ინიციატორი იყო წავყევი და მეც ვარ მონაწილე ამ დანაშაულის. გაფორდა დასყიდობის ხელშეკრულება $11 მილიონ. ჩემ კომპანია მაგნატს და ახლად შექმნილ კომპანია NSK-ს ნავთობპროდუქტების სადისფლო კომპანიას შორის ამ თანხაში. აი ამ ქონების გადაცემაზე რომ მოვაწერე მე ხელი ნოტარიუსში იმ დღეს დამაკა. როგორც კი დამაპატიმრეს, მაშინვე ჩემი კომპანია გააკოტრეს ის ერთი მაგნატი. მეორე ამ სააქციო საზოგადოებას $5 მილიონი ვალი დაუტოვეს. მე ვწერდი ბატონ ადეიშვილსაც გაკოტრების მართველებს რომ კომპანიას აქვს ქონებები, კონკრეტული ქონებები და კრედიტორთა მოთხოვნით სასამართლო გაიარა ამ გაკოტრების რეჟიმმა. კრედიტორთა მოთხოვნით ჩემი განცხადების საფუძველზე ნუ გააუქმებთ კომპანიას, ნუ ამოშლით რეესტრიდან, რომ კრედიტორებმა მიიღონ თანხა, როცა მე უკვე იქა ვარ, დამწყდეული ვარ. აქ ხდება ის, რაც ხდება, ყველა დატაცებული. ზოგს რამე აქვს, ღვინის მარანი მქონდა, ლუდის სახარში მქონდა, რესტორნები მქონდა, 3 საკუთარი რესტორანი მქონდა, ავტოგადამამუშავებელი ქარხანა, მეფრინლობის ფაბრიკა და მიდის ვინ მოასწრებს რომ ხელი დაადოს და ეს ყველა არის იმ პარტიის ან მაღალჩინოსანი, ან პროკურატურის მაღალჩინოსანი, ან მათთან დაახლოებული პირები. ესე წავიდა ჩემი საცხოვრებელი სახლის მცხეთაში. ის შემოთვალა რომ ლეონიძე გაჩერდესო, ვისი შემონათვალი იყო და თუ უნდა გაანაწილოს ბიზნეს საწვავიო და ჩვენ შემოვიტანთ ამ საწვავსო, ხო სწორად გავიგე. ეს არ იყო არც ბრძანება, არც დავალება. აი ესე რომ ეთქვია უკეთესი იქნებაო რომ დავით კეზერაშვილის მხრიდან იყო ეს შედეგი. პირდაპირ რომ კეზერა თქვა მე ვიცი ლეონიდის მუშაობა იმუშაობს გაყიდოს ბენზინები არც ბანკის ცესხი უნდა არც პრობლემების შემოტანის დროს ოღონდ გაყიდოს ბენზინები რას ნიშნავდა რომ იმ ხუთეულში შემოქონდა ის ბენზინები და ის ბენზინი უნდა გამეყიდა. მე არ მქონდა არავითარი წინააღმდეგობა ბატონებო. ეხლა ამაზე გიჟი თუ იტყვის უარს. ამას არ იტყვი უარს, მაგრამ რაღაც სხვა ვალდებულება მქონდა სხვა ადამიანებთან იმის სახელით შემოდიოდა ის გემი. ეხლა საქართველოს ცოტა სხვა წესებია იმ იურიდიულ წესებთან ერთად და ეს გამოდიოდა რომ ამ ადამიანს უარს ვეუბნებოდი და აქეთ და თურმე უნდა მეთქვა, თანხმობა უნდა მეთქვა რომ ესე არ გავჭრეთილი ხავი რა. იმბა ცუდი არაფერი შემოუთვლია. ესე იგი, ჩემთან იმუშაო, ჩემი ბენზინი გაყიდოს, რა თქმა უნდა, ფასებზე შევთანხმდებით და თუ არა, რა იქნება, ეს პასუხი არ აქვს. ბატონო ჯემალ, ეს რომელი წელია, რომ 2008 წლის ომამდე. ამ დროს ბატონი კეზერაშვილი არის თავდაცვის მინისტრი. ალბათ, მე მგონი, ის იყო, ხო, თავდაცვის მინისტრი, მაშინ. ალბათ, ხო, კი, ზუსტად არ ვიცი მე. თავდაცვის მინისტრი? კი. გითვლით საწვავის ბიზნესში ჩართულ ადამიანს და წარმატებულ ბიზნესმენს, რომ მე შემომაქვს საწვავი, ჩემი გაყიდოს და თვითონ შემოტანას. შემომაქვს არა? აბა კონკრეტულად. მე რაც ჩვენება მაქვს გითხარით იმას. აი ზუსტად უნდა გითხრათ. ჩემი ბენზინები გაყიდოს.
ჩვენი ბენზინები გაყიდოს. ხა მე შემომაქო მაგას რომ არ იტყო და ეგ რა თუნდა ხო? ჩემი მაქვს ვთქვათ და ჩემი გაყიდოს, ჩვენი ბენზინები გაყიდოს და არაფერზე პრობლემა არ ექნება. ეგ არის. გასაგებია, ეს შემოთვალა კეზერაშვილმა, რაც თქვენ არ გაითვალისწინეთ. არ გავითვალისწინე და იმ დღესვე ღამის პირველ 2 საათზე მოხდა ჩვენი შეხვედრა ამ პიროვნებასთან სასწრაფოდ პასუხი ეჩქარებოდათ იოსებიძის ქუჩაზე, ხო და უთხარი რომ ვერა, მე ეხლა ამ ხალხთან ვარ და ისი პირით შევთვალე თუ არის? ისევ ზალ სამხარაძის ისევ ზალ სამხარაძის პირით. ვინ იყო ამ დროს ბატონი ზალ სამხარაძე? სამხარაძე, ბატონი ზამხარაძე იყო ბიზნესმენი, რომელსაც ჰქონდა ურთიერთობები ძველთანაც და ახალთანაც ხელისუფლებასთან, ნორმალური პირობებით აკეთებდა ბიზნესს და ჩემ კომპანიაში ჰქონდა თანხა ჩადებული, საბრუნავი თანხა. 12-15 თვეში გადასახდელი $3 მილიონი გაგვიჭირდაო და TBC ბანკმა მოგთხოვათ 4 თვეში დაფარეო. ამას თქვენ დაიწყეთ თანხების მობილიზება და გადახდა განიზრახეთ, იმიტომ რომ კეთილსინდის სიერათები ყრობოდით ბანკის ამ მოთხოვნას, სხვა რა გზა გქონდათ პრინციპში, ალბათ. და შემდეგ უკვე მეორე მოთხოვნა წამოვიდა, რომ მობრძანდიო თქვენს კომპანიაში შემოსვლა გვინდაო, რომ განვითარდეს და გაფართოვდესო. და მიბრძანდით შეხვედრაზე და თქვენ თქვით ასეთი ფრაზა, რომ ჯაფარიძე იყვნენ სხვებიც. ვინ იყვნენ ეს სხვები და სად შედგა ეს შეხვედრა? მოგახსენეთ ბატონი გიორგი ასლანიკაშვილი, რომელიც ეს ხომ არის პრობლემატური სესხების დირექტორი. იმ დროს TBC ბანკს ჰქონდა სამყავდა სამსახურიდან გაგდებული დანაშაულზე წასწრებული კაცი და ჩემ ეპიზოდში იმიტომ აიყვანეს დირექტორად, რომ ჩემთვის ის შეესრულებია რაც შემისრულა. ეს პიროვნება და იყო ბუცხერიგიტეც. არ იყო ხაზარაძე. ხაზარაძე იყო ერთ შეხვედრაზე მხოლოდ, ერთ შეხვედრაზე დარბაზში შევხვდით, ხო და ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. ესე იგი ბადრი ჯაფარიძე, ბატონი ბუცხრიკიძე და გიორგი ასლანიკაშვილი შეხვდნენ. კი. რომელიც არ დაკითხა გამოძიებამ დღემდე. ბუცხრიკიძე? არც ბუცხრიკიძე, არც ასლანიკაშვილი და არ ჯაფარიძე. გასაგებია. შემდეგ თქვენ ბრძანეთ ესეთი რაღაცა, რომ მე მითხრესო, რომ TBC-ს შეხვედრაზე, რომ თქვენი კომპანია გვინდაო, რომ ასე ვთქვათ, ვეთანამშრომლოთ და ვიყოთ ბიზნეს პარტნიორები, გავხდეთ, იმიტომ რომ თქვენი ფერები მოგწონსო, თქვენ იხუმრეთ, თუ ეს ნამდვილად. ნამდვილად, სერიოზულად. ვინ თქვა ეს? ჯაფარიძე. ბადრი ჯაფარიძემ გითხრათ, შენი კომპანია მე მინდა, იმიტომ რომ შენი ფერები მომწონს. როგორ არ დაუჯერებდი, კაც დამოუკიდებლობის აქცია ხელი მოწერილი 99 წელს. აი, იმიტომ ყიდულობო და იმიტომაც დაუჯერე მაგაში და სხვა რამეში კიდე. რადგან რაიმე ტიპის ან მხარდაჭერა, ან გულშემატკივრობა არ გინახავთ. ნუ ეხა გულშემატკივრობა ცოტა ისეთი სამოქალაქო ფრაზა, გულშემატკივრობა შეიძლება გული ეთკინათ, მაგრამ მე პირადად დახმარები და ჩემ ოჯახს არავინ არ დახმარები. შემატკივრობა არავით არის დახმარება ჩემი ოჯახის მიმართ, ციხეში ყოფნის დროს, ოდიში ეხლა ბარე მივაყოლებ ბატონ, 1 კილო ვაშლი არ მოუტანიათ ციხეში ბატონი ხაზარაძე დღეს ამაღლობელ მზია ქალბატონს გულშემატკივრობს ციხეში და პერედაჩებს უგზავნის და მე მოწილე ვიყავი. აი იმაზეა დაფიქსირებული, რა ქვია, მემორანდუმი მოწილე იყო ჩემი და 1 კილო ვაშლი არ მოუტანია, არ გამოუგზავნია და ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, რომ სოდვა ის კაცი და მიხედეთ. და ამ პატიმრობის ჟამს ხომ არ რა პირობებში იყავით, ეს გვაინტერესებს და ხომ არ ყოფილხართ დასჯილი ან ნაწამები ან რა ადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხომ არ ყოფილხართ ან სამარტო საკანში ან ფუქსში. ეს ხვისი ხომ არ გინახავთ, ხვისი წამება. ერთი იმით ზედმეტად დავისაჯე, რომ ჩემი იყო ესა 180 მუხლი თაღლითობა და 362 ყალბი დოკუმენტები დახურული რეჟიმი დამინიშნეს. დახურული რეჟიმი. 36 წელს ცხოვრობდა პროკურორი, მოსამართლემ 15 წელიწადზე 6 თვე გამომიტანა და ამინისტიების შემეხო მაშინვე და დამჭა სასჯელი 10 წელიწადი და 6 თვე დახურული რეჟიმი. რამდენ ხანში გამოходით თლიანად? 3 წელიწადი და 6 თვე მომანდომე ზუსტად. და გამოходით რა სტატუსით? გამოვედი პოლიტპატიმრის სტატუსით, ევროკონვენციის მე-6 მუხლია თუ რა, რომელიც მე არა ვარ პარტიული, არ ყოფილი ვარ ჩემ ცხოვრებაში, ხო და
როგორც სახელმწიფო ბერკეტის მიერ ქონებების წართმევა თუ რაღაც ესე კლასიფიცირდება რა ის ამ სტატუსით გავედი მე პოლიტპატიმრად. დიდი მადლობა და კიდევ ერთი ახლა თქვენ პრინციპში ეს ახლა რასაც გითხავთ ამაზე პასუხი უკვე გააცით ეს სხვადასხვა დროს ბევრჯერ რაღაც ნაწილები, მაგრამ ერთიანად რო ვთქვათ. ანუ ქონება დაბრუნებული არ არის, გამოძიება თქვენ გამართლების ნაწილში თქვენ გამართლებული ხართ, მაგრამ გამოძიება რომ რა დანაშაულიც მოხდა, სავარაუდო დანაშაული თქვენს მიმართ მიმდინარეობს, დასჯილი არავინ არ არის და დაკითხული ძალიან ბევრი ადამიანი არ არის. ხო სწორად ავხსენე. მე მეკითხე დამამიწყდა ეგ საქმე. ქონებაც დაბრუნებული არ არის არანაირი. ხოძა რა მოხდა ახლა უყურე 2019 წელს მანამდე ბატონმა ნადარეიშვილმა რამდენჯერმე სატელევიზიო დაპირება მომცა რომ ლეონიძის საქმე მალე ნახავს დღის სინათლეს. 2019 წელს პროკურატურამ, მთავარმა პროკურატურამ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს მისცა შესაფასებლად ჩემი ქონებები და ბიზნესი. 2019 წელს 2025 წელს მივიღეთ პასუხი. სამხარაულის ბიურო ბატონი ივანიშვილია გვარად თემური თუ შოთა არ მახსოვს, რომელმაც ადვოკატთან შეხვედრის დროს მითხრა მე რასაც მინდა დავწერ ამ ნაწარმოებშიო, მისცა პროკურატურას ესეთი პასუხი. სამხარაულის ეროვნულ ბიურო ვერ აფასებს 2009-10 წლის მდგომარეობით მაგნატის ქონებების და ბიზნესის ღირებულებას. აი ესე მიმდინარეობს ჩემი გამოძიების პროცესი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების ვიზიტი სერბეთის დედაქალაქში გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში ბელგრადში პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდებიან. განხილვის მთავარი საკითხის საქართველოს ევროინტეგრაცია და ამ გზაზე ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნება. სერბეთის საქართველოს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ვიზიტის ფარგლებში ქართველი დეპუტატების შეხვედრას სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართავენ. ჩვენი ვიზიტი სერბეთში გრძელდება. დღეს გვექნება შეხვედრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სადაც ვისაუბრებთ უშუალოდ ევროპასთან ინტეგრაციის პრობლემატიკაზე და მათ შორის იმ მიღწევებზე, რომელიც სერბეთს აქვს ამ გზაზე. მოგეხსენებათ, სერბეთს უკვე გახსნილი აქვს მოლაპარაკებები დიდი ხანია და ისინი ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ამ მხრივ. ასევე გაგვიზიარებენ გამოცდილებას თუ რა ნაბიჯები იყო, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა, რა მიმართულებებით აქვთ პრობლემები, შესაბამისად ველოდებით ასევე საინტერესო დისკუსიას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გორში ყალბიფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით გასაღებული იქნა ჯამში 5,000 ამერიკული დოლარის, ოდენობის ყალბი 32 ცალიანი $100, ასევე 36 ცალი $50 კუპიურები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული. დაკავებული 41 წლის მამაკაცია, რომელიც რეგიონში ბიზნეს ფლობს, მას საქართველოდან ექსპორტზე სოფლის მეურნეობის პროდუქცია განქონდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 212 მუხლის მეორე ნაწილის საქმე პუნქტი დაიწყო. ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებაში და ქართლში პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო სასროლი არაღები და საბრძოლო მასალა მოიყო. შიდა ქართლის რეგიონის გარდა ამავე დანაშაულისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჯამში 18 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებული პირების პირების შედეგად ნიფტიკიცებად სხვადასხვა ტიპის სასროლი არაღი და საბრძოლო მასალა მოიყო. პისტოლეტები, რევოლვერები, ხოკობარები და ჭიდები, რამდენიმე დაკავებული პირისგან პოლიციამ ასევე ნარკოტიკული საშუალებები, ალფა, PVP და მარიხუანა მოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238, 214, 213 და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
გაზაფხულების პროგნოზით დღეიდან შიდა ქართლში გამოიდარებს სინოპტიკოსების პროგნოზით 30 მარტამდე რეგიონში თბილი და უნალექვა მინდიან მოსალოდნელი, როგორც პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროს მოკლევადიან საუბარში განაცხადა ინვა ღამის საათებში და ღამის საათებში და ისიც ხოდორი ხანი ჩენაჩნდება. დოდო გვაზავას მეთაერის მაქსიმალური ტემპერატურა ჩვენს რეგიონში კვირის ბოლომდე 25 გრადუსს მიაღწევს. 24 მარტიდან უკვე სხვა სინოპტიკურ სიტუაციაში ვიმყოფებით. მთელი კვირის განმავლობაში 30 მარტის ჩათვლით მოსალოდნელია უმეტესად უნალექვა ამინდები. მხოლოდ ახლა 25-26 მარტის ღამის საათებში შეიძლება ცოტა ყინვა აღინიშნოს 0-დან -2 გრადუსამდე. ხოლო შემდეგ დღეებში უარყოფითი ტემპერატურები ღამით მოეხსნება. რაც შეეხება მაქსიმალურ ტემპერატურას, დღეიდან მომატება არის მოსალოდნელი 30 მარტის ჩათვლით და შესაძლებელია კვირის ბოლოს მაქსიმალური ტემპერატურა 23-25 გრადუსის ფიქსირდებოდეს შიდა ქართლში. მთიან და მაღალმთიან რაიონებში, როგორც აღვნიშნე, 25-26 უარყოფითი ტემპერატურებია, რომელიც შერბილდება შემდეგ დღეებში და აგრეთვე აქაც მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს. მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ 27 მარტს მცირე ხანმოკლე ხასიათის წვიმა აღინიშნოს. ისე მდგრადი უნალექვა ამინდია თქვენს რეგიონში მოსალოდნელი. საგზაო სამოსის აღდგენის უზრუნველყოფისათვის და მოძრაობის გაუმჯობესებისათვის მუნიციპალიტეტმა დააგეგმარა და განახორციელა დადიანისა და ყაზბეგის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 6 ქუჩის საპროექტო სამუშაოები, რომელიც გამორიცხებულება აღემატება 2 მილიონ ლარს და დაგეგმარებულია მიმდინარე წელს განხორციელდეს აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტების საფარის მოწყობის სამუშაოების. დაგეგმარებაში არის ასევე მიღებული პერსპექტივაში მომავალ წლისთვის ცენტრალური ქუჩების მოწყობის სამუშაოები, როგორც არის თავების სტაბილის სამაშენებლო ქუჩები, ასევე მოედნის რეკონსტრუქცია სავარაუდო დიდებულებით ალბათ სავარაუდოდ 10 მილიონ ლარს აღემატება სამუშაოები.